ქართველი მწერლის, სცენარისტისა და კინორეჟისორის გოდერძი ჩოხელის დაბადების დღესთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელოვანის წიგნის ბინდისფერი ხეობიდან 3-მდე წარდგინება გაიმართა. ახალი კრებულის შედგენაზე გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა იმუშავეს. წიგნში მისი 164 ნოველა შევიდა. გამოცემას მხატვარ ლევან ხარანაულის ილუსტრაციები აფორმებს. კრებულში ასევე შევხვდებით მიხო მოსულიშვილის ბოლო თქმას სახელწოდებით, სულის პეპელა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის ლექს სახელწოდებით იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა. ღონისძიებას ხელოვანის მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და მისი შემოქმედების მოყვარული მკითხველი ესწრებოდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო გამოფენაც, სადაც ექსპოზიციის ავტორებმა გოდერძი ჩოხელის პირადი ნივთები, წერილები და ხელნაწერები გამოფინეს. წიგნი გრიგოლ ხანძთელის ფონდის მიერ გამოიცა. ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. წიგნში შედის 164 მცირე პროზაული ნაწარმოები გოდერძი ჩოხელის, ისინი არჩეულია ყველა და დაწყობილია განწყობის მიხედვით, აირანაირ დაცულება და როგორ გაივლის და როგორ შეექნება მკითხველის დაბეჭდილება გოდერძი ჩოხელზე, როგორც რელიეფურ თავის ნაწარმოებების ავტორზე, ისეთზე, რომელიც რაღაც თასავით და მთის სტილით წერს. 164 ნაწარმოებია, წიგნი შედგება ასევე 22 მინიატურისგან კი არა, ილუსტრაციისგან, რომელიც ლევან ხარანაულმა დახატა და წიგნი არის გამოცემული ძალიან მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. ეს წიგნი დაიბეჭდა სტამბულში. შეიძლება ზოგიერთს მოეჩვენოს რა შუაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ეს სიმბოლურია. გოდერძი ჩოხელი ერთგვარად სულიერი მემკვიდრეა ჩემი დიდი წინაპრებისა, დიდი მწიგნობრებისა, რომელთა დიდი მემკვიდრეობა სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ნიშნად აი ამ სულიერი ნათესაობისა ჩვენ გამოვფინეთ აქ პატრონი გოდერძის ხელნაწერი ნიმუშები, რომელიც ძალიან საინტერესოა იმდენად, რამდენადაც შემოქმედის სამზარეულოს გვაცნობს. თვითონ გოდერძი საერთოდ საუკუნეში რო ერთხელ იბადება ადამიანი, ეგეთი პიროვნება, ეგეთი მწერალი გახლავთ და თვითონ ეს მოთხრობებიც პირდაპირ არც უნდა და ამაზე არც ბევრი ფიქრი უნდა და არაფერი თავისით იხატებოდა, იმიტომ რომ დახატული აქვს უკვე გოდერძის თვითონ ეს ყველაფერი. და ავიც მე მქონდა ბედნიერება და ვიცნობდი გოდერძის და ხელმეორედ კიდევ აი ამ ილუსტრაციებთან დაკავშირებით.